მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანი აღარ გამოჩენილი ვარ არხზე. რამდენიმე ვიდეოს წინ კი დავწერე რატომაც. ცოტა მივასუსტე პროგრამირების გაკვეთილები. მაგაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ და დღეს ვისაუბრებ მოტოციკლეტებზე. არ ვიცი ვინმე ჩემს ბოლო ეპიზოდს თუ უყურეთ. ველოდებოდი ახალ მოტოციკლეტს, რომელიც ჩამოვიდა და რამდენიმე სიტყვას გეტყვით თუ რა მოტოციკლეტი ჩამოვიდა, რა მდგომარეობაში და რა ფასად. ახლა განახებთ ამ მოტოციკლეტს. თავად მოტოციკლეტი არის ეს. მას ქვია Suzuki Intruder 1400 კუბური სანტიმეტრი, კონკრეტულად 1360 კუბური სანტიმეტრი აქვს. ძრავი და თითქმის იგივეა ვიზუალურად, რასაც შეხედავთ, რაც ჩემი 800 კუბატურიანი. გარდა განსხვავებებისა, აქვს სხვანაირი საჭე, ამას თუ დააკვირდებით არის ესეთი განიერი საჭით, ხოლო ეს უფრო კრუიზერო ტიპის საჭით არის. აი ესეთი. თვითონ მდგომარეობა ვიზუალურად ძალიან კაი მდგომარეობაშია. არაფერი არ დაეწუნება, საერთოდ ჟანგები არ აქვს, არადა არის 2003 წლიანი, ხოლო ეს 800-იანი არის 2004 წლიანი, მაგრამ შედარებით ბევრი ჟანგები ჰქონდა. და ეხა რატომ ჰქონდა მოხსნილი საწვავის რეზერვუარი. მოკლედ ეს მოტოციკლეტი რო ჩამოვიდა, თავიდან ვფიქრობდი, რომ ასე ვთქვათ, ფოთიდან დავჯდებოდი და ისე წამოვიყვანდი, მაგრამ ბოლოს მაინც გადავიფიქრე და ძალიან კარგადაც მოვიქეცი, რომ გადავიფიქრე. რა სიურპრიზები დამხვდა ახლა ამ მოტოციკლეტში, ყველაფერს გეტყვით. პირველი ის, რომ ბატარია ჰქონდა მკვდარი, აკუმულატორი და ძალიან დიდი ხნის ნადგომი მოტოციკლეტი იყო თვითონ ამერიკაში. სანამ უვლიდნენ აშკარად ეთყობა, რომ პატრონი ძალიან პატრონობდა ამას. საბურავებით ძალიან კარგ მდგომარეობაში, ქრომი შენახული, აი რა ვიცი, ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო და ზეთიც ისეთი ჩამოვასხი, როდესაც შევცვალე, რომ დაძველებული იყო, მაგრამ კარგ მდგომარეობაში იყო მოკლედ. ეხლა რა ქონდა ამას პრობლემები? ჩემი გათვლებით ეს მოტოციკლეტი იდგა სადღაც 10-დან 15 წლამდე და არ განძრეულა, სადღაც ფარეხში იყო მოკლედ. რამაც გამოიწვია პირველ რიგში კარბურატორების დაბინძურება. ამ მოტოციკლეტს აქვს როგორც ჩემს 800 კუბიანს ორი კარბურატორი, ერთი წინა ცილინდრზე, ერთი უკანა ცილინდრზე და რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც ბატარია შევცვალე, ფიზიკურად ვერ დაიქოქებოდა და ვერც დავქოქეთ და მომიწია კარბურატორების დაშლა. იმდენად მინდოდა, რომ მალე დამეკოქა, რომ არაფერი ვიდეო მაგაზე არ გადამიღია, არ ვიცი რამე სურათები თუ მქონდა, ჩავამატებ ამ ვიდეოზე. რა მდგომარეობაში იყო კარბურატორები? მოკლედ, დასკვნა იყო ესეთი. საწვავის რეზერვუარში, მეწოდებულ ბაკში, რომელიც აი აქ დევს, რომ ჩავიხედეთ, საერთოდ საწვავი არ იდგას. იყო დამშრალი ეს საწვავი და საწვავის დაშრობამ გამოიწვია ჟანგი და ასევე კარბურატორებშიც დაშრობილმა საწვავმა წარმოქმნა რაღაც თაფლივით ფენა, რომელიც აი მოდებული იყო მთლიანად კარბურატორებზე და არ ვიცი ახლა ვინმე თუ ესმის კარბურატორის მუშაობის პრინციპი ან გაუგია, იქ არის რაღაც ეგრეთ წოდებული ტივტივა, რომელიც საწვავის მიწოდებას კეტავს იმ შემთხვევაში თუ შეივსება ეს კონკრეტული რეზერვუარი და მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ. მთლიანად იყო გაჭედილი მთელი კარბურატორები, უფრო მეტად ქვედა კარბურატორი უკანა ცილინდრზე. დავშალეთ ცხოვრებაში პირველად. დავშალეთ მე და გიგამ ეს კარბურატორები, გავწმინდეთ და ჯერ ერთი პრობლემა მოაგვარეთ, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე და საბოლოო ჯამში ალბათ რატოთი 5 ჯერ არ დავშალე ეს კარბურატორი და გავწმინდე, მაგრამ საბოლოოდ ინტერნეტის დახმარებით, ასე ვთქვათ, ბოლომდე გავაკეთე, გავასწორე ყველაფერი, იქოქებოდა, მაგრამ დაქოქვის შემდეგ ქონდა საშინელი მუშაობა ძრავს.
ანუ საშინელში რას გულისხმობ, ანუ ჩვეულებრივ მუშაობდა, მაგრამ აშკარად ეთყობოდა, რომ სინქრონიზაცია ქონდა არეული და რას გულისხმობ ახლა. ამ მოტოციკლებს, რადგანაც აქვს ორი ცალი კარბურატორი, ერთი წინა და ერთი უკანა, ნიშნავს იმას, რომ წინა ცილინდრზე მიწოდებას ბენზინისას ახდენს ეს, ხოლო უკანა ცილინდრზე ეს. რაც იწვევს ესეთ პრობლემას, რომ თუ ეს და ეს სინქრონულად ერთი და იგივე რაოდენობის აწვავს არ აწვდიან ცილინდრებს, ხდება ესეთი რაღაც, რომ შეიძლება წინა ცილინდრში უფრო მეტი ბენზინი შედიოდეს, ვიდრე უკანაში და ხდება ესე, რომ წინა ცილინდრი ათრევს უკანა ცილინდრს. და ამას ჭირდება დასინქრონება, ანუ სინქრონიზაცია, რომ ერთი და იგივე რაოდენობის საწვავი შეასხუროს როგორც წინა, ისე უკანა ცილინდრში. ეს ხდება სპეციალური კაბელი აქვს, ანუ ტროსს როგორ ვეძახით ხოლმე ჩვენ როგორც წესი, სინქრონიზაციის ტროსი და ასევე გაზის მოწევის დროს ეს კარბურატორები ცალ-ცალკე იხსნება და მაგალითად სინქრონიზაცია დასჭირდა და გავაკეთე. ხელსაწყო მქონდა, რომელიც დახმარებითაც ამ მოტოციკლებზეც გასწორებული მქონდა უკვე ერთხელ და თეორიულად ასე თუ ისე ვიცოდი. შემდეგ ცოტა წიგნში ჩავიხედე, ცოტა YouTube-ზე უყურე მაგალითებს და მოკლედ გავასწორე სინქრონიზაცია და მოკლედ არაფერი აღარ ჭირდება. სინქრონის მხრივ ამ ძრავს იდეალურად მუშაობს. საკმაოდ კარგი ხმა აქვს და ეხლა რატომ აქვს ასევე საწვავის რეზერვუარი მოხსნილი. ვინაიდან საწვავის რეზერვუარში იყო ჟანგი, აუცილებლად მომეხსნა, როდესაც მოვხსენი, ეს ქართულად არ ვიცი რა ქვია, შლანგები, რომელიც მოდის საწვავის რეზერვუარიდან კარბურატორში, იყო გამაგრებული, გახისტებული და დაიმსხვრა ეგენი. და მომიწია ასევე საწვავის შლანგების შეძენაც. შეძენა, ანუ ილიავაზე ვიყიდე ამის ორიგინალები, თითო შლანგი ალბათ ერთი მტკაველი ზომის შლანგი იყოს $30 და არ მიყიდია. წავედი ილიავაზე მოვიტანე, ყველაფერი გავაწყე მგონია და როდესაც გავიყვანე მოტოციკლეტი, ეგრეთ წოდებული ცეპლენია, კონუსი არ თიშავდა. შემდეგ უკვე მივუყევი ამებს, ანუ ჩემს ამ ორივე მოტოციკლეტს ცეპლენია, ანუ კონუსი აქვს ჟიტკოსზე, ანუ აქ მასტერ ცილინდრია და სითხის დახმარებით თიშავს მოკლედ გადაბმულობას. როდესაც ეს რეზერვუარები ავხსენი, ასე ვთქვათ, გაკრისტალებული იყო ეს სითხე, ეგრეთ წოდებული ჟიტკოსტი და მოკლედ თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებდა. შემდეგ ესენი შევცვალე და აი აქ დაბლა ამ ქრომის ქვეშ აქვს ეგრეთ წოდებული სლეივ ცილინდრი ქვია, არ ვიცი ქართულად რა ქვია, რომელიც თიშავს გადაბმულობას. ანუ ეს აწვება იმას და ის თიშავს მერე გადაბმულობას და მოკლედ აქედან ჟონავდა სითხე. რა თქმა უნდა, ისიც დავშალე, ისიც გავწმინდე, მაგრამ კიდე ჟონავდა, ანუ არ უშველა მაგ პრობლემამ ახლა გამოწერილი მაქვს ეს ახალი და ველოდები ჩამოსვლას. და მაგის მერე მოკლედ ვეღარ გავატარე მოტოციკლეტი, ანუ ერთი პატარა ესე ვთქვათ, წრე შემოვარტყი, საკმაოდ კარგად დადის, მაგრამ ამის სრული პოტენციალი ჯერ არ ვიცი, საერთოდ როგორ დადის, იმიტომ რომ როდესაც გავატარე, მაშინ კარბურატორები გასწორებული არ იყო, ფაქტიურად ერთი ცილინდრით ვიარე, იმდენად არეული იყო და მაგას ველოდები. ახლა რა გავაკეთე მე კიდე დამატებით. მთლიანად შევცვალე ეს სითხეები, ასევე წინა მუხრუჭის სისტემაც ესეც შევცვალე მთლიანად, ანუ სითხე გამოვცვალე, ეს მასტერ ცილინდრები გავწმინდე, გაკრისტალებული სითხეები იყო აქ და ასევე ეგრეთ წოდებული პისტონი, წუხე მაგალითად მთლიანად დავშალე, ეს ორ ნაწილად იხსნება, ამოვიღებ თავისი ტყუშები, თავისი ეგრეთ წოდებული სალნიკები, არ ვიცი ქართულად რა ქვია, ეგინით შევცვალე და ჩათვალეთ წინა სამუხრუჭე სისტემა არის იგივე, რაც ქარხნიდან გამოყვანილის დროს იყოს, ამ მთლიანად დავასერვისე. დღეს ვაპირებ უკვე გადავიდე და უკანა სუპორტი მოხსნა, ასევე შევცვალო აქ ყველაფერი, ანუ ესენი იყო ეგრეთ წოდებული სამუხრუჭე ხუნდები, რომელიც ეყენა და ესენიც ახალი დავაყენე. ამაზეც იგივეს ვუპირებ.
დავშალო, გავწმინდო, ის გაკრისტალებული მასა ამოვიღო და მოკლედ წინა უკანა სამუხრუჭე სისტემა მთლიანად გაწმენდილი იქნება და ასევე ამ მოტოციკლს უკანა მუხრუჭი აქვს დისკზე, აი ესე. იმისგან განსხვავებით იმას ბარაბანზე აქვს. და ასევე სავარაუდოდ მომიწევს აი ამ მასტერ ცილინდრის გაწმენდაც, მაგრამ ჯერ აქედან უნდა დაუწყო ამისი გაკეთება. ხო, ასევე აი აქ რაც არის დამცველები ყველაფერი გავწმინდე, მთლიანად დავშალე ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, გადაბმები, კონექტორები რაც არის, აი ესენი მთლიანად გავწმინდე, კარგი იქნებოდა გადამიღო, რა მდგომარეობაში იყო, აი ესენი სულ გავწმინდე, სპეციალური სითხე იყიდება ამ შეერთებების ადგილის გასაწმენდად. იგენიც გავწმინდე, აი ეს სითხე არ ვიცი. რაღაცა კარგი სუნიკი მქონდა ესე მომიწონა და ესე ავაწყე. Ну, რა თქმა უნდა, ზეთით შევცვალე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და როდესაც ეს მოტოციკლეტი ჩამოვიდა და ეს რაღაცებს რო ხსნიდი, აქ იყო კრაზანების ბუდეები, აი ძალიან ბევრი კრაზანის ბუდე იყო, ფაქტიურად ყველა შესაძრომში კრაზანის ბუდე იყო, ასევე შევცვალე რა თქმა უნდა ჰაერის ფილტრები წინა უკანა. ერთი პლუსი ის აქვს ამ მოტოციკლეტს, რომ ძალიან მარტივია რა, აი даже იმ მოტოციკლეტთან შედარებით, რომელიც 800 კუბატურიანი, ამას წყლის გაგრილება არ აქვს, ეს არის ჰაერის ზეთით გაგრილებადი სისტემა, აი ეს არის პატარა ზეთის რადიატორი, რომელიც აგრილებს მას, ხოლო ამ მოტოციკლეტზე არის წყლის სისტემა, ანუ წყლის სისტემა აგრილებს მწრავს და ანუ ბევრად მარტივია ეს მოტოციკლეტი, მიუხედავად იმისა, რომ კუბატურა ორჯერ დიდი აქვს ფაქტიურად, ვიდრე ეს სამუშაოთაც. არ ვიცი რომ მუშაობდი ამ მოტოციკლებზე, ანუ ესეც ძალიან ეს ბევრად ცუდ მდგომარეობაში იყო, ვიდრე ეს მოტოციკლეტია. დავაყენებ ახლა ეს მთლიანად შევღებე კიდევაც. და აი ერთი ადგილი არ არსებობს, ალბათ რაც არ გავუკეთე ამ მოტოციკლეტს და რაც არ გავაახლე. ეს ბევრად მარტივია სამუშაოდ, თუნდაც კარბურატორების სინქრონიზაციის დროს აი ეს კაბელები, ხა არ ვიცი აქ რამდენად ჩანს. ხო, აი ეს კაბელები გიწევს რომ დაატრიალო, ან მოუჭირო, ან მოუშვა და აქ ბევრად მისადგომია, ვიდრე ამ მოტოციკლეტზე იყო, ძალიან დავიტანჯი ამაზე. და მოკლედ ძალიან მარტივი სისტემაა. არ ვიცი ხა ღმერთმა აღარ გააფუჭოს ეს როცა ავაწყობ უკვე და დავასრულე მთლიანად, მაგრამ როდესაც ავაწყობ, აი არ ვიცი რა უნდა მოუვიდეს გზაზე ისეთი რომ თავისი ხელსაწყოების ყუთი რაც მოყვება და აი აქ არის ხომი ჩამალული, შემდეგ როდესაც მოვჩევი მთლიანად მაგასაც განახებთ, აი იმ ხელსაწყოების ყუთით ფაქტიურად შეგვიძლიათ ეს მოტოციკლეტი დაშალოთ და აწყოთ. ანუ უმარტივესი რაღაცა, ყველაზე დიდი ელექტრონული სისტემა რაც აქვს, აი ეს არის. და ეს არის უბრალოდ ალების ანთლების ამფეთქებელი მოწყობილობა, არ ვიცი, ignition switch ქვია მე მგონი ინგლისურად და უმარტივესია, არავითარი კომპიუტერი არ აქვს, არავითარი კალიბრაციები არ ჭირდება, რამე კალიბრაცია თუ ჭირდებათ, აი კარბურატორებში უნდა ჩაერიოთ და მაგით შეცვალოთ ამისი საწვავის შეფრქვევის კოეფიციენტები და ასე შემდეგ. რავი, ძალიან მარტივია. და კიდე მინდა გითხრათ, იმდენად დიდი ხნის ნადგამი იყო, რომ ეს სითხეები, აი ეხა კონკრეტულად აი ეს შლანგი არის, ცეპლენის შლანგი, ამას რო უწევ, ამ შლანგის დახმარებით ითშება მერე ცეპლენია და იმდენად დიდი ხნის ნადგამი იყო ეს მოტოციკლეტი, თუ ნადგომი, რომ აი ამ შლანგშიც კი გაჭედილი იყო ის სითხე, რომელმაც დაკარგა თავის ფუნქცია და გაქვალდა. ეხა ველოდები მოკლედ აი ამ ნაწილის ჩამოსვლას, ცეპლენის ჩამოსვლას და დაზიანება რა ქონდა ეხა ამ მოტოციკლეტს, როცა ვიყიდე ამერიკაში. აი ეს ფეხის დასადები იყო ესეც ცოტა ზემოთ ახრილი, აღუნული, რაც დავაკვირდი, გავასწორე, რა თქმა უნდა, მარტივად გასწორდა და სავარაუდოდ გვერდით არის განმოქცეული და ერთი აი ეს ნაკაწრი აქვს. აი დანარჩენი, არ ვიცი, ქარხნიდან გამოგორებულს გავდა, რომ გავრეცხე და კიდე რომ ვასუფთავებ, აი სახებავით ისეთ კაი მდგომარეობაშია, რომ არ ვიცი. ხო, რაც შეეხება ტრანსპორტირებას,
ტრანსპორტირების დროს ავით სურათებს დავდებ, მომიტეხეს აი ეს მარცხენა ციმციმა, საბედნიეროდ რაღაცა უშველე და ასევე არ ვიცი რაღაც ტროსებით რო წევენ ხოლმე თუ თოკებით რო წევენ, აი ეს მისაფარებელია ესე გააღუნული, რომელიც ასევე გამოწევილი მაქვს და იმედია მალე ჩამომივა. პირველია ესეთი სიმძლავრის მოტოციკლეტი ჩემთან, ჩემს კარიერაში, მოტოციკლეტებთან მიმართებაში. და არ ვიცი, ძალიან საინტერესო იქნება თუ რა გამოცდილებებს მიმაღებინებს ეს მოტოციკლეტი. ფაქტიურად ერთი და იგივე მოტოციკლეტია, არ ვიცი, შორიდან თო გადავიღო, მეგონი ჩანს კიდევაც. უბრალოდ ამას ორჯერ დიდი ძრავი აქვს, ორჯერ დიდი თორქი აქვს, სადღაც 115 აქვს მეგონი თორქი და ცხენის ძალებში ძალიანაც არ წინავს, სადღაც 67 ცხენი აქვს, მაგრამ ცხენის ძალების გულისთვის არ შემიძენია ეს მოტოციკლეტი. მე უფრო თორქიანი მოტოციკლეტები მომწონს, ვიდრე ცხენის ძალებიანი, მოკლედ. არც არ მეჩქარება, რომ რაღაც 200-300-ები თვიარო. და ყველაზე კაი ის აქვს, რომ სადღაც 2000 საბაროთზე ბრუნზე, ძრავის ბრუნზე 2800 ბრუნზე მე მგონი აქვს მაქსიმალური თორქი, ანუ 115 ნიუტონ-მეტრი, ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ აი ძალიან გეკაჩებათ, მოკლედ. არ ვიცი, დანარჩენი ხა 15 წლის ნადგომ მოტოციკლეტს ყველაფერზე შემოწმება ჭირდება. ერთადერთი კიდე ის შეცვლა შეიძლება არის კლაჩი, ასე ვთქვათ, ფირფიტები, ცეპლენის ფირფიტები, არ ვიცი, ხა იქ რამდენად შესაძლებელია სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, იმიტომ რომ ისა რა ქვია, ჯერ არ გამიქცევია საერთოდ თავისი ძალით და ვერ ვიგებ ბუქსაობს თუ არა. ეს ცეპლენის ფირფიტები მოკლედ. დანარჩენი თითქმის იგივე მოტოციკლეტია, რავი, საჭე ბევრად კომფორტული აქვს და აი ეს რაღაცეები, ფეხის დასადებები თავიდან ვიძახდი, რომ მეთქი ესენი უეჭველი უნდა მოხსნათ სურათებში რომ უყურებდი, მაგრამ სულ რაღაც 300 მეტრი მაქვს გაურლი და ამაზე ფეხები რომ შემოვაწყე, ისე მესიამოვნა რომ მეგონი არც მოხსნი მაგას საერთოდ. ესე იკიცება. შეიძლება აკიცო. და რავი, კრუიზინგისთვის არის მოკლედ ეს მოტოციკლეტი შექმნილი რა. ხმა ძალიან კარგი აქვს, არ ვიცი, დავქოქავ ეხა. cold start-ი არ ვიცი როგორი ექნება ეხა. მაინც ანახებთ, მოდი. მე თომივიდა მე შემოწევს ონკანი, საწვავის ონკანი. და დაკეტმე მქონია და სულ მაგიტომაც ჩამიკრა ეს მოტოციკლი. ესე ძალიან კარგად მუშაობს უკვე არ ვიცი. რამდენად ჩანს. და გამოწვევას ავით ხონდა ეხლა ეს. არ მინდა ძალიან გავაცხელო. ამ მოტოციკლეტში ყველაზე ძალიან მომწონს, არ ვიცი ეს თუ ჩანს, აი ესეთი უკანა ფრთა აქვს, რაღაცნაირად იხვის კუდივით აქვს ესე აწეული. და მოკლედ ძალიან მომწონს ეს კუდი. ულამაზესია ჩემი აზრით. ხო, ეხლა რას ვაპირებ კიდე? დღეს ვაპირებ, რომ ეს უკანა სუპორტი მოხსნა. დავშალო მთლიანად, გავწმინდო. და იმედი ვიქონიო, რომ არ მომიწევს აი ამ ცილინდრის მოხსნა და ჰაერების დროს. და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ცოტა ეჭვმეპარება, მოკლედ ყველაფერს მოუწია რაღაცის შეცვლა და რაღაცის გასუფთავება მაინც ამ მოტოციკლეტზე.
მაგრამ ერთი რაც მახარებს არის ის, რომ არის ძალიან ძველი მოტოციკლეტი და არის ძალიან კარგ მდგომარეობაში და იქნება, რავი, მოვლას მე არ დავაკლებ ამას. იქნება, ასე ვთქვათ, ტყვია გაუნტარი მოტოციკლეტი, როგორც აი ეს. არ ვიცი, აი ოჯახის წევრივით ვყავს მართლა ეს მოტოციკლეტიც. გაყიდვაზეც ვეღარ ვფიქრობ საერთოდ იმდენი მოგონება მაკავშირებს და ისე მაქვს, ასე ვთქვათ, ნულიდან ფაქტიურად ნულიდან ამისი სერვისი გავლილი, აი ყველა ჭანჭიკი ვიცი, როგორ არის მოჭერილი, ყველაფერი ვიცი, როგორ მაქვს დასერვისებული და რავი, ძალიან მენანება ეხლა მოტოციკლეტის გაყიდვა, მაგრამ მოკლედ არ ვყიდია არც ერთს ესე დაამშვენებს ჩემს გარეს, როცა ავაშენებ. ამ შემთხვევაში ველოდებით, როდის გაივლის პირველად აი ეს მოტოციკლეტი, პირველ შთაბეჭდილებებსაც გადავიღებ და რავი, იმედია ჩემს მოლოდინებს გაამართლებს და ძალიანაც არ შემაშინებს ეხა 1360 კუბატურა არ არის ხელწამოსაკრავი, მაგრამ ერთი ის მამშვიდებს, რომ გუშინ არ დავჯექი მოტოციკლეტზე, საკმაოდ ფრთხილი მძღოლი ვარ და რაღაც უაზრო რისკებს ხშირად ვარიდებ ხოლმე თავს. მოკლედ, ყველა ნაწილი ჩამომივიდა თითქმის რაც გამოწერილი მქონდა, გარდა იმ ნაწილისა, რომელსაც კიდევ ველოდები და ვერ ჩამოაღწია, მოკლედ აღარ ვიცი რა ვქნა. დავიღალე ამის ლოდინით, მაგრამ როგორც კი ჩამოვა აუცილებლად გავიგებ ამის გემოს თუ როგორ დადის და რანაირად და სანამ ჩამოვა, უკანა იმასაც დავასერვისებ და შემდეგ უკვე არ ვიცი რა უნდა გავუკეთო. კი გეტყვით რაც უნდა გავუკეთო. ასევე გამოწერილი მაქვს აი ამისი სალნიკები, წინა ჩანგლის სალნიკები. ამ მოტოციკლეტზე ერთხელ სხვას დავასერვისებინე, ერთხელ მე დავასერვისებ, ზუსტად იგივე სისტემა ამაზეც და ასევე გამოწერილი მაქვს ხელსაწყო, რომელიც ამ სალნიკის ჩასმაში მეხმარება. ამისთვის არის 39 მმ-იანი შოკები, აი ესენი 39 მმ-ია. ამაზე შედარებით სქელია და ვინაიდან ის ხელსაწყო არ მადგება, ისიც გამოწერილი მაქვს, როცა ჩამომივა ის ხელსაწყო, მოკლედ ამორტიზაციის სისტემასაც დავასერვისებ. საბურავები ძალიან კაი მდგომარეობაშია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ძველია, ანუ შპორი აქვს, მაგრამ ძველია. საკმაოდ ფრთხილად მომიწევს ამით სიარული, გათამამება ნამდვილად არ შეიძლება. ასევე ბზარებიც აქვს დგომისგან. გამხმარია შედარებით ეს საბურავი და ისეთ ამამად ვერ ვივლი, როგორც ახალ საბურავზე, რა თქმა უნდა და იქ წინასწარ უკვე მესმის. ამ მოტოციკლეტზე მაგალითად საერთოდ ახალი საბურავი დავაყენე, ამერიკიდან გამოვიწერე, მაგრამ ნახეთ ხა რა დღეშია უკვე, ვეღარც დავდივარ აქ უკვე. ძალიან დაბლა ჩავედი. საქართველოში ვერაფერი ვერ ვიშოვე ამისი ზომის, ისევ გამოწერა მიწევს, მაგრამ დროებით თავს ვიკავებ, სადღაც 500 ლარამდე თუ მეტი არა ჯდება ამისი ჩამოტანა, წონა გამბაჟება და დროებით თავს ვიკავებ. მიჩვენე ეს ავაწყო, ცოტა ხანი ესეც ვატარო ამ სეზონზე და არ ვიცი, შემდეგ ზამთარში შეიძლება თავი შევიკავო იმის საბურავის ყიდვისაგან. ხო, მოკლედ ეს არის განახლება ჩემს ხარეს რაც ხდება. დიდი ხანია ჩავაგდე ვიდეოები, პროგრამირებაზეც რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ხა ერთდროულად აღებული რაღაცებს ვაკეთებ. არც დრო მაქვს, ფაქტიურად სახში ვერ შევდივარ ხოლმე. და რავი, სულ მინდა რომ ის мотиваცია ესე ვიპოვო, რომ გადავიყო ახალი პროგრამირების ვიდეოებიც უკვე. მაგრამ რავი, გადავიწვი სიმართლე გითხრათ, ცოტა ჩემ ჰობებსაც უნდა მივხედო. ეხლა ამით დაგემშვიდობებით, მე დავიწყებ შოკის არა და სუპორტის მოხსნის პროცედურებს. იმედია მარტივად მოხსნი და რამე არ გამაწვალებს. და რავი, ნელ-ნელა მივუყვები დავასერვისებ ამასაც. დროებით